ოჯახი, რომელიც ბოლომდე ამოწყდა მხოლოდ ერთი მიზეზით. მტერს ქართული დროშა მიწაზე დაგდებული არ უნდა ენახა. ვიდეოს წარმოგიდგენთ არხი დროის მიღმა. საქართველოს ისტორიაში ბევრი ტრაგიკული და საამაყო ბრძოლა გვახსოვს, მაგრამ ის, რაც 1625 წელს მარაბდის ველზე მოხდა, სწედა ჩვეულებრივი გმირობის საზღვრებს. ეს არის ამბავი, რომელიც ნებისმიერ ჰოლივუდის სცენარზე მძაფრი და დაუჯერებელია. შაჰ აბასის უზარმაზარი არმიის წინააღმდეგ სისხლის მღვრელ ბრძოლაში ქართველთა მთავარი საბრძოლო დროშა 9 ძმა ხერხეულიძეს ებარა. წესი მარტივი და ულმობელი იყო. დროშა მუდამ მაღლა უნდა ფრიალებდეს, რადგან მისი დაცემა ჯარისთვის დამარცხების ნიშანი იქნებოდა. ბრძოლა იმდენად სასტიკი გამოდგა, რომ ძმები ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდნენ, მაგრამ დაცემული ძმის ხელიდან დაფლეთილ დროშას მომდევნო ძმა იტაცებდა. ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ბრძოლის ველზე 9 ძმა გმირულად არ დაიღუპა. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ამ ჯოჯოხეთიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ. ყოველი მომდევნო ძმა, რომელიც დაცემული ძმის სისხლიან დროშას იღებდა, ფაქტობრივად საკუთარ სასიკვდილო განაჩენს აწერდა ხელს. მიუხედავად ამისა, უკან არც ერთს არ დაუხევია. მათთვის სამშობლოს სიმბოლო საკუთარ სიცოცხლეზე და ოჯახის გადარჩენაზე მაღლა იდგა. თუმცა დროშა მიწაზე მაინც არ დაცემულა. 9 ძმის სიკვდილის შემდეგ სისხლიანი დროშა მათმა ერთადერთმა დამ დაიტაცა, ხოლო როდესაც მტერმა ისიც მოკლა, ომის ქარცეცხლში მათმა მოხუცმა დედამ გაიწია და დროშა ბოლომდე ხელში ეჭირა. 11-ვე მათგანი შეეწირა სამშობლოს, მაგრამ იმ დღეს მარაბდის ველზე მტერმა ქართული დროშა მიწაზე დაგდებული მაინც ვერ ნახა.